რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. მოგესალმებით. ეთერშია რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. როგორც შეგპირდით, ვაგრძელებთ მუზეუმის გზამკვლევის გაცნობას. ახალი კატალოგის გამოცემა დაიგეგმა 2024 წელს. პროექტის ფინანსური მხარდაჭერა სრულად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო, რისთვისაც, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ. ასევე გეტყვით, რომ 10 ოქტომბრიდან 2024 წლის დადიანების მუზეუმის ახალი გზამკვლევი უკვე გაყიდვაშია და ნებისმიერ სურველს შეუძლია ის შეიძინოს მუზეუმის მაღაზიაში. წინა გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ გზამკვლევის შექმნაზე, სარედაქციო კოლეგიაზე და შეგპირდით, რომ დადიანების სასახლეთა საგანძური გადაცემის მეშვეობით ჩვენ გზამკვლევის აუდიო ვერსიას შემოგთავაზებდით. დღეს შემოგთავაზებთ გზამკვლევის მეორე თავს, რომელსაც დადიანები ეწოდება. თავი მრავალი ფოტოთი არის დამშვენებული. პირველ გვერდზე გვხვდება შერგილ დადიანის ოჯახი, ხობის ტაძრის ფრესკა, მე-13 საუკუნე. შერგილ დადიანი ოდიშის ერისთავთერისთავი ცხოვრობდა მე-13 საუკუნის ბოლოს. გამოსახულია ხობის ღვთისმშობლის ტაძრის ფრესკაზე. შერგილ დადიანი ფრესკაზე წარმოდგენილია თანამეცხრე ნათელი და ძე მისი ცოტნესთან ერთად. ეს გახლავთ კოხტასთავის შეთქმულების გმირი ცოტნე დადიანი, ქართველი დიდგვაროვანი მანდატურთუხუცესი თამარის კარზე. შერგილი, ნათელი და ცოტნეს ასევე იხსენიებს ხობის მაცხოვრის ხატის მინაწერი. ხატო არსებისაო, უცვალებელი მეოხდა მფარველ მექმენით, აქადა საუკუნესა ერისთავთერისთავი დადიანი შერგილ და მეუღლე ჩემი დედოფალთ დედოფალი ნათელი, ძითურთ ჩემით ცოტნეთურთ. დადიანები საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული საგვარეულოა. პირველი დადიანი ისტორიულ წყაროებში მე-11 საუკუნის 40-იანი წლებიდან გვხვდება. თამარის პერიოდში ოდიშის ერისთავად ბედიან დადიანი სახელდება. მისი შთამომავლები იყვნენ ჯუანშერი, ბედან მეორე და გიორგი. ისინი მე-13 საუკუნეში მოღვაწეობდნენ. ბედან მეორე და მისი მემკვიდრეები ერისთავთერისთავობასთან ერთად მანდატურთ უხუცესადაც იხსენიებიან. სწორედ ბედანის შთამომავლობამ მიაღწია ოდიშის მთავრობას. არსებობდა ასევე მეორე შტო დადიანებისა, რომლის დამწყები ბედან პირველის ძმა ვარდანი, თამარ მეფის დიდი მოხელე, შუხრახი გახლდათ. შემდეგ მსახურთუხუცესი, ლიხთ იქით ნიკოპსიიდან უცილობლად მქონებელი. ვარდანის შთამომავალნი კოხტასთავის გმირი ცოტნე დადიანი იყო. ალბათ არც ერთი ქართული საგვარეულოს წარმოშობის შესახებ არ გამოთქმულა იმდენი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება, რაც დადიანების მიმართ. ჯერ კიდევ მე-17 საუკუნის პირველ მეოთხედში დადიანის გვარის ეტიმოლოგიით ცნობილი იტალიელი მოგზაური პიეტრო დელა ვალე დაინტერესდა. სამეგრელოს მთავრების საგვარეულოს თაობაზე მან საინტერესო ვარაუდი გამოთქვა. სამეგრელო ეკუთვნით დადიანებს, რომლებიც იწოდებიან ასე იმიტომ, რომ ძველად მომთაბარეობდნენ და რადგანაც სახლები არ ჰქონდათ, ცხოვრობდნენ კაროებში. მე-17 საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი ფრანგი მოგზაურის შარდენის აზრით კი სამეგრელოს მთავარი ტიტულად ატარებს დადიანს, რაც სამართლის თავს ნიშნავს. დად სპარსულად სამართლიანობის ქართული შესატყვისია. ვახუშტი ბატონიშვილი მიიჩნევდა, რომ დადიანობა წოდება იყო და მოგვიანებით ოდიშის მთავრების გვარად დამკვიდრდა. ცნობილი ქართველი ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე დადიანებს ვარდანიძეების ცნობილი საგვარეულოს ერთ-ერთ განშტოებად ასახელებდა. თუმცა მეცნიერმა ამ ვარაუდის დასაბუთება ვერ შეძლო. ბოლო ხანებში პროფესორმა ილია ანთელავამ ისტორიული წყაროების კრიტიკული შესწავლის შედეგად დადიანების გვარის ეტიმოლოგიის შესახებ კარგად არგუმენტირებული და დამაჯერებელი მოსაზრება გამოთქვა. გაირკვა, რომ ოდიშის მთავრები იმერეთიდან საღიძეთა საგვარეულოდან ყოფილან. მე-17-მე-18 საუკუნეების მიჯნაზე ოდიშის სამთავრო დინასტია შეიცვალა. 1691 წელს ლევან მეოთხე სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი ძველი დადიანებიდან სტამბულში გაიხიზნა, ხოლო სამთავროს ფაქტიური მმართველი გიორგი ჩიქოვანი გახდა. მან 1704 წელს საკუთარი შვილის კაციას გადადიანება და ტახტზე აყვანა შეძლო. ძველი და ახალი დადიანების საგვარეულოს წევრებმა უდიდესი როლი შეასრულეს საქართველოს ცხოვრებაში. მათი უმრავლესობა მუშაობა ქართული ეკლესიის, წიგნობრობის, ლიტერატურის, დიპლომატიის, სპორტის და სხვა პოლიტიკურ-კულტურული დარგის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. დადიანების დამოკიდებულებამ სამშობლოსადმი, სიყვარულმა და დაუღალავმა მოღვაწეობამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ბევრი ბრწყინვალე და საამაყო
ფურცელი შეიტანა. ლევან მეორე დადიანი, ოდიშის მთავარი 1611-1657 წლებში. მანუჩარ პირველი დადიანის ძე, იგი 14 წლის ასაკში აღმოჩნდა სამთავროს ტახტზე. მომავალი მთავრის მცირეწლოვანების გამო ძალაუფლება ხელში აიღო მისმა ბიძამ, გიორგი ლიპარტიანმა. ლევანი სამეგრელოს ის მთავარია, რომელიც საკუთარ თავს ხელმწიფეს ივერიისა ეძახდა. მის დროს სამეგრელომ მანამდე არ ნახულსა და შემდეგ არ განმეორებულ სიძლიერეს მიაღწია. მასზე ვახუშტი ბატონიშვილი წერდა, რამე თუ ესე ლევან იყო ბოროტი, ხვანჯიანი, ამაყი, მზაკვარი და ძვირის მოხსენე და იმარჯვებდა ჟამთა. სამაგიეროდ ასე ახასიათებდა ფრანგი ჟან შარდენი. ლევან დადიანი სამეგრელოს ერთი შესანიშნავი მთავარი იყო, გულადი, დიდად გონიერი, მართალი და მტერთან ბრძოლაში გამარჯვებული. ეს მთავარი იქნებოდა საუკეთესო ადამიანი, რომ იგი დაბადებულიყო უკეთეს ქვეყანაშიო. აი რას წერდა ლევანზე იტალიელი ქრისტოფორე კასტელი. ვეფხვი, რომელიც ბავშვებთან თამაშობს და ლომებთან იბრძვის. ქვეშემბრდომის შემბრალებელია, ქედმაღალი და მძლევარი. შინაურთაგან დაუფასებელი ლევანისადმი შეუწყნარებლობას ალბათ მისი პირადი ცხოვრება განაპირობებდა. მან ხომ საკუთარი ბიცოლა, სოფლისა მნათი ნესტან დარეჯანი მოიყვანა ცოლად. ქალი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა. თუმცა ერთობლივი სიცოცხლე დიდი ხანი არ ჰქონიათ. ნესტან დარეჯანი ლევანს უდროო სიკვდილმა წაართვა. 40 დღე ბნელში იგლოვა მრისხანე მთავარმა გულისწორი. შემდეგ კი ყველა ხატი, აღაპიტო შესაწირავი მას უძღვნა. ყველგან მოიხსენია, ყველგან მისთვის ილოცა. კორცხელის ხატს მის მოსაგონრად მეუღლის ნაქონი თვალმარგალიტი შესწირა. მის შემდეგ არც თუ ისე დიდხან სიცოცხლა. ნესტანისგან ნაშობ და უდროოდ გარდაცვლილ ვაჟიშვილს დააკვდა დაუმარხავს. ლევან დადიანი უდაოდ დიდი და მრავალმხრივი მოღვაწე იყო. მან წარუშლელი კვალი დააჩნია შუა საუკუნეების საქართველოს კულტურას. განსაკუთრებული აღნიშნის ღირსია მის მიერ დაარსებული საოქრო მჭედლო სახელოსნო, სადაც ქართული ჭედურობის არაერთი საყურადღებო ძეგლი შეიქმნა. ლევანმა შეაკეთა და შეამკო ოდიშის თითქმის ყველა ეკლესია მონასტერი. ლევანმა ვალებიდან გამოიხსნა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და მისი შეკეთებისათვის დიდი შესაწირავი გაიღო. სწორედ ამიტომაც ამ ეკლესიის კედელზე დადიანის საოჯახო პორტრეტი ყოფილა შესრულებული. მანვე რუსთაველის ვეფხისტყაოსანი, რომელიც ამჟამად პოემის სრული ვარიანტის უძველეს თარიღიან ხელნაწერს წარმოადგენს, მამუკა თავაქარაშვილს გადააწერინა ზუგდიდში. ლევან მეორე დადიანი ევროპული გაქანებისა და ორიენტაციის ლიდერი იყო. იგი ოდიშის სამთავროში იწვევდა ევროპელ ვაჭრებს და ხელოვნებს. რუხი ქალაქად აქცია და იქ ზარაფხანა გახსნა. ცდილობდა ირანული აბრეშუმი საქართველოს გზით გასულიყო ევროპაში. ზუგდიდში საქალაქო ცხოვრების აღზევება და დღევანდელი სასახლეების ტერიტორიაზე პირველი სამთავრობო რეზიდენციის დაარსება ლევან მეორე დადიანის სახელს უნდა უკავშირდებოდეს. გზამკვლევის ამ თავის შემდეგ ხედავთ კიდევ რამოდენიმე ფრესკას, რომელიც სამეგრელოს სხვადასხვა მონასტრებში შესრულებული ფრესკების ასლებია. აქ ხედავთ ლიპარტიანი გიორგი, ჩიქვანი, თანამეცხედრე მისი მიქელაძის ასული სევდია და ვაჟი მათი ჩიქვანი ოტია. მარტვილის ტაძრის ფრესკა მე-17 საუკუნის. ასლი შექმნა ნ კიტოვანმა. ასევე ხედავთ კაცია ჩიქოვანი თანამეცხედრესთან ერთად. მარტვილის ტაძრის ფრესკა მე-17 საუკუნე. ასლის ავტორი ასევე გახლავთ ნ კიტოვანი. აქვე ხვდებით გიორგი მეორე და ხვარაშან ლიპარტიანის ფრესკას. აქვე არის ოდიშის ერისთავის ვამეყ მეორე დადიანის მეუღლე, დედოფალი მარეხი, წალენჯიხის ფრესკა, ასევე კიტოვანის შესრულებული ასლი. ალბომში შესულია ასევე უცნობი მხატვრის მიერ შესრულებული სამეგრელოს მთავარი გრიგოლ დადიანის ნახატი, მუყაო ზეთი მე-19 საუკუნე და უნიკალური ნახატი, რომელიც შესრულებულია უცნობი მხატვრის მიერ, სამეგრელოს დედოფალი ნინო ბაგრატიონ დადიანის ნახატი, რომელიც დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის მემორიალური გამოფენის ნაწილია და ნებისმიერ მსურველს ყოველდღე შეუძლია ამ სურათის დათვალიერება. გავაგრძელოთ დადიანების ისტორია. დავით დადიანმა შესანიშნავად მოწყობილ სასახლეებში ევროპული ყაიდის ცხოვრებას დაუდო საფუძველი. ამ წამოწყებამ საკმაოდ მალე მიიზიდა მაშინდელ ზუგდიდსა და მახლობელ ადგილებში მყოფი როგორც ქართველი, ასევე რუსი სამხედრო არისტოკრატია. თავრის რეზიდენციამ ნამდვილი ევროპული სალონის იერი შეიძინა. აქ იმართებოდა წვეულებები, დაბადების დღეები, მეჯლისები. თავრის კარზე ზედმიწევნით ზრდილი, ტანადი ახალგაზრდები ტრიალებდნენ. რომლებმაც საუცხოოდ იცოდნენ რუსული და ფრანგული ენები. ისინი მოახსენებდნენ მთავარ დედოფალს სტუმრებისა და თხოვნელების შესახებ
კითხულობდნენ ბრძანებებს და მუდამ თან ახლდნენ, როგორც ბრწყინვალე ამალა. თანამედროვეთა გადმოცემით, დადიანის კარზე, ისევე როგორც ევროპაში, მრავლად იყვნენ მასხარებიც, როგორც მთავრის სუფრის, საზეიმო მიღებისა და ცერემონიალების მონაწილენი. ზოგიერთი მათგანი სასახლეშიც ცხოვრობდა. ზუგდიდის სასახლის კარი ცხოვრების განსაკუთრებულ რეჟიმს ითხოვდა. ამ რიტმს უნდა დამორჩილებოდა ყველა, მათ შორის დედოფალიც. ამიტომ ეკატერინე ყოველდღე 6 საათზე დგებოდა, 8 საათიდან თხოვნელებს იღებდა. აღმოსავლური ჩვეულების თანახმად, მასთან ყველას შეეძლო შესვლა. დედოფალს ყოველი მათგანისათვის უნდა მოესმინა, კმაყოფილი გაესტუმრებინა, ადამიანები უნდა შეერიგებინა. ეს საქმე სადილობამდე გრძელდებოდა. საღამოს კი მთხოვნელები კვლავ იწყებდნენ დენას. სასახლეებთან არსებობდა 2 კანცელარია, ქართული და რუსული. როგორც ჩანს, ქართული კანცელარიის მდივნის ივანე ხოშტარიას საშუალებით ხდებოდა მთავართან ამა თუ იმ პირის აუდიენცია. სწორედ რუსულ კანცელარიაში დედოფლის მიწერ-მოწერის საწარმოებლად თბილისიდან ზუგდიდში გაემგზავრა ცნობილი საზოგადო მოღვაწე კონსტანტინე ბოროზდინი. იოანე მეუნარგიას მასალების მიხედვით, ორივე უწყებას ცალ-ცალკე შენობა ჰქონდა და ისინი სასახლის მახლობლად იდგა. დადიანების არქიტექტურული კომპლექსის შემადგენელი ნაწილი იოანე მეუნარგიას გადმოცემით ყოფილა თავრის სალარო და მაღალი სამსართულიანი ციხე, შეიარაღებული ზარბაზნებითა და ჯაზეირებით. საიდანაც ყოველ დიდ დღესასწაულზე ციხის უფროსი შენგელაია ისროდა ზარბაზნებს. აქვე იყო ბოტანიკური ბაღი, ორანჟერეა, აუზი, შადრევანი, საჯინიბო, აბანო და სტამბულიდან ჩამოტანილი თუჯისგან დამზადებული ტრიუმფალური ჭიშკარი. კატალოგი გვერდები დამშვენებულია დადიანის ოჯახის წევრების პორტრეტებით, რომელიც შესრულებული აქვს ემილ ფრანსუა დესენს, თეოდორ ბუროვს და სხვა. გრიგოლ ლევანიძე დადიანი დაბადებული 1814 წლის 19 ივნისს და გარდაიცვალა 1891 წლის 24 დეკემბერს. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის ძმა, მეუღლე გურიის მთავრის მამია გურიელის ასული ტერეზია. გრიგოლ დადიანი 1828 წელს ჩაირიცხა პაშტა კორპუსში. 1829 წელს აჭარაში ლაშქრობის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის დააწინაურეს და გადაიყვანეს კაზაკთა პოლკის ლეიბგვარდიაში. 1838 წელს მიიღო კაპიტნის წოდება. 1854 წელს უკვე პოლკოვნიკმა სამსახური დაიწყო პრეობრაჟენსკის პოლკის ლეიბგვარდიაში. 1853 წლიდან სამეგრელოს სამთავროს მთავარი საბჭოს უფროსი წევრი იყო, ხოლო 1854 წელს გრიგოლ დადიანი დაინიშნა სამეგრელოს სახალხო ლაშქრის მილიციის რაზმის მეთაურად და ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სამეგრელოში შემოჭრილი ომარ ფაშას ურდოების წინააღმდეგ ბრძოლაში. მის განკარგულებაში მილიციის რაზმის გარდა იყო რეგულარული ჯარების ნაწილიც. ამ დროს გრიგოლს უკვე გენერალ-მაიორის წოდება ჰქონდა მინიჭებული. ყირიმის ომის დამთავრების და ეკატერინე დედოფლის რუსეთში გაწვევის შემდეგ სამეგრელოს სამთავროს მმართველობა გრიგოლ დადიანს ჩაბარდა. თუმცა მან სამეგრელოში სიტუაციის სათანადოდ მართვა ვერ შეძლო, რასაც გლეხთა აჯანყება მოჰყვა. გრიგოლის გლეხებისადმი თანაგრძნობამ დედოფალსა და გენერალ-მაიორს შორის ურთიერთობა უკიდურესად გაამწვავა. დადიანი თბილისში გაიწვიეს. 1858 წლიდან იგი კავკასიის ჯარების მთავარსარდლის განსაკუთრებულ დავალებებს ასრულებდა. მონაწილეობდა შამილის დატყვევებასა და ღუნიბის აღებაში 1859 წელს. თიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მას გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა 1860 წელს. ძალიან მალე გრიგოლ დადიანი საქართველოს ისტორიაში რიგით მეორე ინფანტერიის გენერლის სახელით ჩაეწერა. იგი დაჯილდოებულია წმინდა სტანისლავის პირველი ხარისხის מחვილებიანი და გვირგვინიანი, წმინდა ვლადიმირის მეორე და მესამე ხარისხის, თეთრი არწივის, წმინდა ალექსანდრე ნეველის מחვილებიანი და ბრილიანტებიანი ორდენები. დადიანი მე-19 საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. მისი ლექსები იბეჭდებოდა ცისკარში, დროებაში, ივერიაში. დაწერა პოემა რუხის ბრძოლა. 1901 წელს გამოიცა მისი წიგნი ლექსთა კრება. 88 წლის ასაკში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ იგი ქუთაისში გარდაიცვალა. აღსასრულამდე თავისი ქონება საქველმოქმედო მიზნით გადასცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა და ლაილაშის სასწავლებლებს, გელათის, მარტვილის, ცაიშის და თეკლათის მონასტრებს. დაკრძალულია მარტვილის საკათედრო
საკათედრო ტაძარში. დავით ლევანისძე დადიანი, სამეგრელოს მთავარი 1840-1853 წლებში. მეუღლე ეკატერინე ჭავჭავაძე 1816-1882 წლები. შვილები მარიამი გარდაიცვალა 2 წლის ასაკში. ნინო გარდაიცვალა 7 წლის ასაკში. ლევანი გარდაიცვალა 2 წლის ასაკში. ნიკო 1857-1903 წელი. სალომე 1848-1913 წელი. andrija 1850-1910 წელი. თამარი გარდაიცვალა 6 წლის ასაკში. 1839 წლის 18 მაისს დავით დადიანმა თბილისში ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ეკატერინე ჭავჭავაძეზე დაიწერა ჯვარი. დაახლოებით 8 თვის შემდეგ რუსეთის იმპერატორმა დააკმაყოფილა ლევან მეხუთე დადიანის თხოვნა და სიცოცხლეშივე დათანხმდა დავით დადიანისათვის სამეგრელოს მმართველობის გადაცემას. ხელისუფლების ასეთი დაკანონება მეტად საზეიმო ვითარებაში მოხდა. 1840 წლის 11 მაისს ქუთაისის გუბერნატორის თანდასწრებით მთავარმა თავის უფროს ვაჟს გადასცა ჯერ კიდევ ალექსანდრე პირველის მიერ ბოძებული ხმალი და დროშა. ამის შემდეგ დავითი ოფიციალურად შეუდგა სამთავროს მართვა-გამგებლობას. თუმცა მამის სიცოცხლეში მთავრის ტიტული არ მიუღია და მემკვიდრე მმართველად იწოდებოდა. 1846 წლის 30 ივლისს ლევან მეხუთე დადიანი გარდაიცვალა. იმავე წლის ნოემბერში რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა დავით დადიანი სამეგრელოს მთავრად დაამტკიცა. თავისი მმართველობის ხანაში დავით დადიანი ცდილობდა სამთავროს ყოფაში რიგი გარდაქმნები გაეტარებინა. მან სამეგრელოს დაბალი სამღვდელოება მებატონეთა ყმობისაგან გაათავისუფლა და პირადი თავისუფლება მიანიჭა. თავადებს გლეხების დატყვევება და ცემა აეკრძალათ. ასევე მოიშალა მემკვიდრედ დარჩენილი გლეხი ქალისათვის მამულის ჩამორთმევა. აილაგმა ტყვეთა სყიდვა და ქურდობა. მის დროს სამეგრელოს სამთავრო ზუგდიდის, ჯვარის, ზუბის, სუჯუნის, საჭილაოს, მარტვილის, ლაილაშის და მურის მაზრებად დაიყო. ახალმა მთავარმა ზურგი აქცია მამამისის ლევან დადიანის ფეოდალურ წესჩვეულებებს ზნეგადასული ქეიფების ლხინის და ნადირობის ხანა დასრულდა. 1858 წელს დავით დადიანმა ერთ-ერთმა პირველმა საქართველოში სასახლეში დააარსა მუზეუმი და საფუძველი ჩაუყარა არქეოლოგიური გათხრებს ნოქალაქებში. დავითი ხელს უწყობდა საქართველოში მეცნიერებისა და საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარებას. ნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნებისგან ძვირფასი ბიბლიოთეკა შეადგინა. თვითონაც ჩინებული მწიგნობარი იყო. 1845 წლიდან დავითი რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი იყო. დაჯილდოვდა წმინდა სტანისლავის, წმინდა ვლადიმირის, წმინდა ანას ორდენებით, რუსეთ-თურქეთის ომის ვერცხლის მედლით და ოქროს ხვლით მამაცობისათვის. 1853 წელს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ თავადი დავით დადიანი ზუგდიდში გარდაიცვალა. დაკრძალულია მარტვილის საკათედრო ტაძარში. ეკატერინე ჭავჭავაძე დადიანი 1816-1882 წლები. სამეგრელოს დედოფალი 1829 წლიდან 1857 წლამდე. მეუღლე დავით ლევანისძე დადიანი. სამეგრელოს მმართველი. შვილები მარიამი, ნინო, ლევანი, ნიკო, სალომე, ანდრია და თამარი. დედოფალი ეკატერინე მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიის ველაზე გამორჩეულ მანდილოსნად მიიჩნეოდა. მას ეტრფოდა ნიკოლოზ ბარათაშვილი, მასთან მეგობრობდა გრიგოლ ორბელიანი. მისით იხიბლებოდნენ იმპერიის გენერლები, პრინცები და დიდი მთავრები. ეკატერინე დედოფალი განსაკუთრებით ახლოს იყო რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორესთან და საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ მესამესთან. დაჯილდოებულია წმინდა ეკატერინეს დიდი ჯვრის ორდენითა და წითელი ლენტით, წმინდა ანდრიას ორდენითა და ცისფერი ლენტით, წმინდა გიორგის ბრინჯაოს მედლით, 8 ქიმიანი საიმპერატორო ვარსკვლავით, რუსეთ-თურქეთის ომში გამოჩენილი მამაცობისათვის ერთგულების მედლით. ქართველთაგან მხოლოდ ის ატარებდა იმპერიის სტატს-დამის წოდებას. მამის ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახში ბავშვობიდანვე ეზიარა ევროპულ კულტურასა და განათლებას. საოცრად კარგად ხატავდა და წერდა ლექსებს. გადედოფლების შემდეგ მეუღლესთან ერთად სათავეში ჩაუდგა სამეგრელოს სამთავროს ძველი სისტემის რეფორმირებას. ეკატერინე დედოფალის დროს სასახლეებმა სწორედ ის ფუნქცია შეიძინეს, როგორც ეს ევროპაში იყო მიღებული. პრეზიდენციაში არა მარტო სამთავრო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ, არამედ აქ ოფიციალური საქმის წარმოებაც მიმდინარეობდა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა კანცელარია. ყველა მნიშვნელოვან სასამართლო დავას კი დედოფალი პირადად განიხილავდა. საინტერესო მოგონება ინახება ავსტრიელი მწერლის ბერტა ფონ ზუტნერის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში. ყოფილი კავკასიური სახელმწიფოს დედოფალი იყო ფრიად ელეგანტური ქალბატონი. დაახლოებით 46-47 წლის. ჯერ კიდევ ტანადი ქალი. ახალგაზრდობაში ჭეშმარიტად ქართული ტიპის დამაბრმავებელი ლამაზმანი უნდა ყოფილიყო. რამდენიმე წელი თავისი შვილების აღზრდის მიზნით ევროპაში ცხოვრობდა. მონაცვლეობით პეტერბურგსა და პარიზში.
ქმრის სიკვდილის შემდეგ ეკატერინემ როგორც თავისი ვაჟის მეურვემ მმართველობის სადავეებით დაიგულო. თურქებისაგან დიდად შევიწროებული ერთხელ თვითონ ჩადგომია სათავეში თავის მხედრებს და მტერზე ულაშქრია, მაგრამ თანდათან შეუძლებელი შეიქნა დამოუკიდებლობის შენარჩუნება და ისიც იძულებული გახდა მიეღო რუსეთის პროტექტორატი. დედოფლის საზოგადოებაში შეიძლება ზოგჯერ კავკასიელი ქალების ნახვა, რომელთაც თავიანთი ლაზათიანი ეროვნული ტანსაცმელი ემოსათ. თვითონ დედოფალი თავის ტანისამოს ვორტისაგან იძენდა და ჭეშმარიტი ქალბატონის შნოთი და ლაზათით ატარებდა. ეკატერინე ფრანგულად თავისუფლად ლაპარაკობდა, ოღონდ ოდნავი რუსული აქცენტი ჰქონდა. თავის შვილებთან მეტწილად ქართულად საუბრობდა. თავრინა ეკატერინე სამთავროს გაუქმების შემდეგ 1856 წელს პეტერბურგში გაიწვიეს. გერმანიასა და საფრანგეთში ცხოვრების შემდეგ სამეგრელოში დაბრუნდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ მას მრავალსაათიანი საზეიმო დახვედრა მოუწყო. ეკატერინე 1882 წელს 66 წლის ასაკში გულის ავადმყოფობით გარდაიცვალა გორდში. დაკრძალულია მარტვილის საკათედრო ტაძარში, მეუღლის გვერდით. უფროსი ვაჟი ნიკო დავითის ძე დადიანი 1847-1903 წლები. სამეგრელოს უბწყინვალესი თავადი, მეუღლე მერი ალექსანდრეს ასული ადლერბერგი, შვილები ნიკო და სალომე. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ ნიკო დადიანს ტახტზე ნებაყოფლობით უარი ათქმევინა, რის სანაცვლოდ მან უგანათლებულესი თავად მინგრელსკის ტიტული მიიღო. დედის ეკატერინე ჭავჭავაძე დადიანის სიკვდილის შემდეგ ის უმსხვილეს მემამულედ რჩებოდა მთელს კავკასიაში. ეკუთვნოდა სენაკი, ლეჩხუმის, ზუგდიდის მაზრები და სოხუმის ოკრუგში 270,000 დესეტინა მიწა, მაგრამ უბწყინვალესი თავადი იძულებული გახდა კუთვნილი მიწების დიდი ნაწილი გაეყიდა. მალე საქართველოს დატოვა და პეტერბურგში წავიდა. ნიკო დადიანს საკმაოდ წარმატებული სამხედრო კარიერა ჰქონდა. 1875 წლიდან იგი მსახურობდა კავალერგარდის პოლკში. ბალკანეთის ოპერაციაში, სადაც მონაწილეობა მიიღო დუნაის ფორსირებაში, შიპკის გმირულ ეპოპეასა და სოფიის თურქთაგან გათავისუფლებაში, იმდენად გამოიჩინა თავი, რომ ოქროს მახვილი წმინდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ბაფთიანი და წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდა. 1878 წლიდან ნიკო რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი გახდა. 1886 წელს ნიკო დადიანის სახელი მთელს მსოფლიოში გახმიანდა. ბულგარეთის ტახტიდან პრინც ბატენბერგის ჩამოგდების შემდეგ რუსეთის იმპერატორმა თავადი ბულგარეთის მთავრის კანდიდატად წარმოაყენა. მასზე საუბრობდა როგორც ქართული, ასევე უცხოური პრესა. 1874 წელს თავადი ულამაზეს მერი ადლერბერგზე დაქორწინდა. მერი რუსეთის საიმპერატორო კარის მინისტრის ალექსანდრე ადლერბერგის ქალიშვილი იყო. 1885 წელს ნიკომ დადიანების უმდიდრესი ბიბლიოთეკა უსასყიდლოდ გადასცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. თუ ამ ჩემს ბიბლიოთეკის შესწირვით საზოგადოება მოეუტანს რაიმე სარგებელს ჩვენს სამშობლო ქვეყანას, მით შევრაცხს ჩემს თავს ბედნიერად, წერდა თავადი. მინგრელსკის თაოსნობით ღარიბი მოსახლეობისათვის სრულიად უფასოდ დაარსდა სასწავლებლები, აფთიაკები. აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილთან ერთად ცდილობდა ქართველებისათვის კვლავ დაებრუნებინა ივერონის ათონის მონასტერი. პრინცი ოლდენბურგი და ნიკო დადიანი ერთად ჩაუდგნენ სათავეში ზუგდიდ ფოცს შორის რკინიგზის გაყვანის საქმესაც. აღსანიშნავია, რომ თავადი მთელი სისასტიკით აღუდგა წინ რუსეთის იმპერიის მიერ გაჩაღებულ მეგრული ენის სამწერლო ენად დამკვიდრების კამპანიას. მე მენგრელიას, იმერეთს და გურიას უყურებ როგორც საქართველოს პროვინციებს. ჩვენს შუა განსხვავება არ არის, ან არც უნდა იყოს. ეს არის ჩემი აზრი და ამ აზრით მოვკვდები. ასეთი სიტყვებით მიმართა მან რუსიფიკატორებს. 1903 წელს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ნიკო დადიანი გარდაიცვალა. იგი სამეგრელოში მატარებლით ჩამოასვენეს და მარტვილის საკათედრო ტაძარში დიდი პატივით დაკრძალეს. მისი ძმა ანდრია დავითის ძე დადიანი, ურწყინვალესი თავადი მინგრელსკი, პირველი პროფესიონალი ქართველი მოჭადრაკე. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. ჭადრაკის თამაშიც დედამ ასწავლა. მისი სახელი კარგად იყო ცნობილი მსოფლიო საჭადრაკო სამყაროში. 1873 წელს დაამთავრა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1874 წელს მსახურობდა ცარსკოე სელოში, ლეიბგვარდიის პოლკში. აქტიური მონაწილეობა მიიღო რუსეთ-თურქეთის ომში 1877-78 წლებში. ბალკანეთის ნახევარკუნძულის გათავისუფლების ოპერაციაში გამოჩენილი მამაცობისათვის ანდრია და მისი ძმა ნიკო ოქროს ხმლებით დააჯილდოვეს. 1879 წლიდან ეწეოდა დიპლომატიურ მოღვაწეობას რომში, რუსეთის საელჩოში. თავისუფლად საუბრობდა რუსულად, ფრანგულად, გერმანულად, ინგლისურად, ესპანურად და იტალიურად. ანდრია ძალზე პოპულარული იყო იმპერიის ელიტარულ საზოგადოებაში და სამეფო კარზე. 1904 წლებში ანდრია მონტე-კარლოს
საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის პრეზიდენტი იყო. მისი თაოსნობით დაწესდა რამდენიმე პრიზი ლამაზი პარტიებისათვის. 1897 წელს ინგლისური ჟურნალი British Chess Magazine წერდა: სამეგრელოს თავად დადიანის საჭადრაკო პარტიები საუცხოა და საჭადრაკო ლიტერატურაში დარჩება როგორც შედევრი. დადიანს უთამაშია მსოფლიოს ისეთ ცნობილ მოჭადრაკეებთან, როგორებიც იყვნენ ინგლისელი ბერნსი, იგნაც კოლოში, როზენტალი, დიუბოა, შუმოვი. მიმოწერა ჰქონდა მსოფლიოს ჩემპიონებთან, სტეინიცთან და ემანუელ ლასკერთან. ანდრია დადიანს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ივანე ტურგენევთან. თავადი გარეგნულად იმდენად მიმზიდველი მამაკაცი ყოფილა, რომ გერმანიის ერთ-ერთ გამომცემლობას მისი ფოტოსაგან ფერადი საფოსტო ბარათი დაუბეჭდია დიდი ტირაჟით. ანდრიას განსაკუთრებულ გატაცებას სუსტი სკესი წარმოადგენდა და ბუნებრივია არც ქალები ამჟღავნებდნენ მის მიმართ გულგრილობას. თანამედროვეთა მოგონებებმა ურწყინვალესი თავადის რამდენიმე სასიყვარულო თავგადასავალი შემოინახა. ერთხელ ნევის პროსპექტზე ეტლით სეირნობისას მოპირდაპირე მხარეს ანდრიას ლამაზი ქალი დაუნახავს, როცა გაცნობაზე უარი მიუღია, თავაც იგი პირდაპირ პროსპექტიდან მოუტაცია. ეს ამბავი პეტერბურგში სკანდალური გამხდარა, რადგან გატაცებული ქალი ერთ-ერთი გრაფის შვილი აღმოჩნდა, რომლის დედაც რუსეთის დედოფლის ფრეილინა იყო. იმპერატორს ანდრია დაუბარებია და ქალის ცოლად შერთვა უბრძანებია, მაგრამ დადიანს სასტიკი უარი განუცხადებია, რის შემდეგაც თავადი დროებით კიევში გადაასახლეს. მიუხედავად ასეთი სასჯელისა, ანდრიამ ქალების დევნა არ დაასრულა. როდესაც ერთ-ერთმა ფრანგმა ქალმა მის სიყვარულზე უარი თქვა, დადიანმა შურისძიება საკმაოდ დამამცირებელი ფორმით გამოხატა. მას პარიზის ბაღში მოსეირნეს დაუნახავს მისი უარმყოფელი ქალი, რომელიც კაფეში სხვა მამაკაცთან ერთად შამპანურს მიირთმევდა. ეს სასმელი მაშინ ევროპაში საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნება იყო. ანდრიამ ოფიციანტს ამავე კაფეში უმაღრესი ხარისხის შამპანური მოატანინა და ქალის დასანახად თავის ცხენს დაალევინა. სიცოცხლის ბოლოს 20 წელი მინგრელსკიმ კიევში გაატარა, სადაც ბრწყინვალე ორსართულიანი სასახლე აიშენა. ადრე დაავადდა, ხელის დამბლა მიიღო და ენა წაერთვა. გარდაიცვალა მარტოხელა. მისი ცხედარი დამ სალომე მიურატმა საქართველოში ჩამოასვენა და მარტვილის საკათედრო ტაძარში დაკრძალა. საოცრად ტრაგიკულად წარიმართა ნიკო მინგრელსკის შვილის, სამთავრო ტახტის უკანასკნელი მემკვიდრეს, უმცროსი ნიკოს ბედი, რომელიც პეტერბურგში ცხოვრობდა და რუსეთის არმიაში კამერ-იუნკერად მსახურობდა. 1814 წელს იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა. 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუცია მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. წითლებმა უფლისწული პეტროგრადის ციხეში დაატყვევეს. სიმონ გოგიჩაიშვილის მოგონებების მიხედვით, დადიანების მოურავმა ვლადიმერ ალშიბაიამ მთავრების რამდენიმე ძვირფასი რელიქვია და ოქროს ხმალი პეტროგრადში ჩაუტანა ნიკოს ძეს და ციხეში გადასცა, მაგრამ პატიმრობაში მყოფი უფლისწული გაქურდეს და ძვირფასი საგნებიც მოპარეს. ნიკო ციხეში შიმშილსა და სიცივეში გარდაიცვალა. საცოლემ ელენე ერისთავმა ძლივს მოახერხა მისი ცხედრის გამოხსნა და ქართული ეკლესიის შემოგარენში მალულად დასაფლავება. ამჟამად უფლისწულის განსასვენებელი დაკარგულად ითვლება. დასასრულს რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა ვახსენოთ სალომე დადიანი და აშილ მიურატი. სალომე დადიანი მიურატისა 1858-1913 წლები. აშილ შარლ ლუი ნაპოლეონ მიურატი 1857-1868. შვილები ლუსიენ შარლ დავითი, ნაპოლეონ ლუი აშილი და ანტუანეტა ბებე კატერინა. 1857 წელს პარიზში ჩასულმა ეკატერინე დადიანმა მალე გაიცნო საიმპერატორო ოჯახის წევრები და ნათესავები, მათ შორის აშილ შარლ ლუი ნაპოლეონ მიურატი. სწორედ მასზე დაქორწინდა 1868 წლის 18 მაისს ეკატერინეს ქალიშვილი სალომე. აშილი 21 წლის იყო, სალომე კი 20-ის. ვინ არის ეს სამეგრელოს თავადის ასული, რომელიც ახალგაზრდა მიურატს გაჰყვა ცოლად? შამილის ტყვედ წაყვანილი ქალის შვილი ხომ არ არის? მის თავგადასავალი სადღაც წამიკითხავს, ეკითხებოდა მშვენიერი სალომეს შესახებ პროსპერ მერიმე ივანე ტურგენევს. მერიმეს მსგავსად ევროპის მაღალი საზოგადოება განსაკუთრებით დაინტერესდა დადიანისა და მიურატის ქორწინებით. ჯვრისწერა ტიურლის კარის ეკლესიაში საფრანგეთის იმპერატორისა და დედოფალ ევგენია მონტიხის თანდასწრებით აღსრულდა. წყვილს რუსეთის მონარქმა 20,000 ფრანკი უძღვნა, ხოლო იმპერატორმა ნაპოლეონმა თავის ძმის წულს 1 მილიონი დაუნიშნა. ამასთანავე მონსოს ბაღის ახლომდებარე პერეირასის მშვენიერი სასახლე უყიდა. აშილ მიურატი დადიანების სიძე, დაიბადა ნიუ-ჯერსის შტატში. გამოირჩეოდა კარგი გარეგნობით.
ქერა, უაღრესად გულკეთილი და თავაზიანი. მიუხედავად ამერიკული წარმოშობისა, აშილი უფრო პარიზელს გავდა, ვიდრე ამერიკელს. სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მან ლეიტენანტის წოდება მიიღო. აშილს მეტად წარმატებული სამხედრო კარიერა ჰქონდა. მოგვიანებით კი სამხედრო სამსახური ალჟირში განაგრძო, სადაც მეუღლესთან ერთად გაემგზავრა. სალომე დადიანსა და აშილ მიურატს პირველი ვაჟიშვილი ლუსიენი მუსტაფაში შეეძინათ. 1870 წელს საფრანგეთ-პრუსიის ომის დაწყებისთანავე აშილ მიურატს როგორც საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ მესამის ადიუტანტს სასწრაფოდ გამოუძახეს სამშობლოში. მოვლენები ელვისებური სისწრაფით განვითარდა. ნაპოლეონი და აშილი ტყვედ ჩავარდნენ. საფრანგეთის პარლამენტმა კი მონარქია გაუქმებულად გამოაცხადა. მიურატი ამ მოვლენების შემდეგ თანდათან ჩამოშორდა პოლიტიკას და სამეგრელოში მეუღლის მამულში დასახლდა. განათლებული და მეურნე, ევროპელთა მსგავსად გულმოდგინედ მიჰყო ხელი სოფლის მეურნეობას. გამოიწერა საფრანგეთიდან სხვადასხვა ჯიშის ვაზი და ამავე დროს ხელახლა მოაშენა ჩვენში თითქმის სრულიად გამქრალი ოჯალეში, რომლისაგანაც საუკეთესო ღვინოს ამზადებდა. მიურატი საქართველოში თითქოს მშვენივრად მოეწყო და თავს ლაღად გრძნობდა. მაგრამ, როგორც ჩანს, დიდებულ ფრანგს ნოსტალგია არ ასვენებდა. დაკარგული ძალაუფლება და ქონება ხშირი დეპრესიების საბაბი იყო და აი 1895 წელს მისი თვითმკვლელობის ამბავი მთელ საქართველოს მოედო. ოფიციალური ვერსიით კი აშილ მიურატი ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა. ალბომში მრავლად იხილავთ სალომესა და აშილის სურათებს, ასევე ნაპოლეონის პორტრეტს, ნაპოლეონ პირველის, ნაპოლეონ მესამეს პორტრეტებს. აქვე იხილავთ უნიკალურ რელიკვიას, რომელიც ჩვენს მუზეუმში ინახება. მუზეუმის იშვიათ ექსპონატთა შორის განსაკუთრებულია ნაპოლეონ პირველის ბრინჯაოს ნიღაბი, რომელიც ჩამოასხმევინა ანატომიის პროფესორმა ფრანჩესკო ანტომარკმა პარიზში 1823 წელს. ნიღაბს ყელზე აწერია თაბაშირის ნიღბის გამკეთებლის სახელი დოქტორი ფ ანტომარკი. მარცხნივ ბრინჯაოს ნიღბის ჩამოსხმელის სახელები ლ რიშარი და კენელი და ჩამოსხმის ადგილი პარიზი. წინ ყელთან გაკეთებული მედალიონს აწერია ნაპოლეონი იმპერატორი და მეფე. აგრეთვე ანტომარკი ბრინჯაოს ჩამოსხმის წელი 1833. ეს უნიკალური ნივთი ინახება დადიანების სასახლეთა ისტორიულ არქიტექტურულ მუზეუმში და წარმოადგენს ეროვნულ საგანძურს. ეს გახლდათ ჩვენი ახალი გზამკვლევის მეორე თავი, რომელსაც დადიანები ერქვა. შემდეგი თავი გახლავთ არქეოლოგია, რომელსაც მომავალი შეხვედრისას გაგაცნობთ. დიდი მადლობა რომ გვისმენდით, მომავალ შეხვედრამდე. რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას? ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე.